ეკა გაიღვიძე რა გვიანია უკვე და ჩემები მოვლენ ეკა სად ვარ? ნაკრეს ვაკეთე. ძალით მომიყვანე, ხო? ხაზალი. როგორ კი მახსოვს, ნასვამი რო ვიყავი, მაგრამ რა ძალით მოგიყვანე ეკა, როგორ არა, რა ძალით მოგიყვანე ეკა, მომისმინე შენ ხარ, დილით შევხვდები და მე შენ გავიდეთ. გაგამიკეთე. მე სად არის ხო პატრონში უნდა დავრეკო? რა პატრონში გეხვეწები ახალ წელია ნუ გადამრევ გეხვეწები. გიხმრე, კაი რა. მე ხუმრე რა შენ რა გონი მე დავიჯერე მე ხუმრებოდი მე ხლა გუშინ ერთად არ დავჭით ბარში ხლა რა გადაგრევდა ისე ეკა არა ყველაფერი ძალიან კარგი იყო და საერთოდ თამამად შეგიძლია თქვა რომ აი ნახევარ საათს თუ არ ჩავთვლით საერთოდ არ დამაძინე მართლა ხო, საშინლად ხრინავდი. ეცი როგორ შეიძლება მაგალითად თითქოს რაღაცნაირად მოგეწებე. არა, ეგ შეიძლება ნამდვილია, იმიტომ რომ გუშინ ნიკამ გოზინაყი ჩაყარა, მე მეგონა ამოვიღეთ ყველაფერი საწოლიდან, მაგრამ ეთყობა მაინც დარჩა შეგნით, ხო? რას მეუბნებოდი შენ ბერლინში სწავლობდი, ხო? ხო, 3 წელი და 26 წლის რომ გავხდები, მომავალ წელს ისე ვაპირებ წასვლას. 26-ის, ხო? ხო, არა ის ცოტა უფროსაც გავხარ. მადლობა ლაშა. არა, მაგითო არ მithავს. კიდე მე ხუმრე ხო? არა, მაგითო არ მithავს ხო? ისე მაგარია ბერლინი. ნამყოფი ხარ? არა, მაგრამ იგრძნობოდა რა. ხო მართლა, რა მინდა გკითხო. სულ ყველას ვეკითხები ხოლმე. ასე მალე რატომ გადაწყვეტე ჩემთან დაახლოვება? აიცი რა, პირველად რომ შემოვედი ბარში და რომ დაგინახე, ვიფიქრე რა ჩვეულებრივი ტიპია, თქო და ერთი დღე გავართობი თქო, მაგრამ მეორედაც რომ გნახე, რაღაც სულაც არ მომეჩვენა ეგრე. და ლაშა იცი რა, ჩემი აზრით, ნებისმიერი ქალი ინატრებდა შენს გვერდით ყოფნას. მართლა? რა თქმა უნდა, არა ლაშა. ეხლა საყვარელი ფუნფულა ტიპი ხარ და მაგიტომაც მომეწონე. აი, და გემართოთ ცუდია ეგეთი რო ხარ? პირიქით ჩემი აზრით. კარგია. და სხვათა შორის აი სტატუს მომეწონე ზურგზე რო გაქვს. ეგ ტატუ არ არის ჯემს ფერი გადასდის და. შემკა ძალიან სასაცილო ისტორია, გინდა მოგიყვე? ტატუსთან დაკავშირებით მამაჩემს სასაცილო ისტორია მომიყვევი რა გოგო. ფეხბურთელი როა ფრანჩესკო ტოტი, ხო იცი? კი, როგორ არის? მე მამაჩემი მაგაზე გიждდება, მაგის ფანია და გადაწყვეტა ზუსტად ისეთი ტატუ გაეკეთებინა, როგორც ტოტის აქვს. აღარ ნიშნულობის აზრზე არ იყო და მე გოგო. და ეხა ზურგზე აწერეს სტეფანი. ეს დღეისობით ტოტის ცოლის სახელი. რასლაბა სტეფანი ტოტის ცოლის. ცირკები თუ გინდა ეგარი. ძალიან მაგარი,
მოდგეთ ეხლა ხო? ჩემები მოვლენ და არ მინდა რომ არა განალამე, მაგრამ მაინც არა მაინც ლაშა. იცი რა მე ვფიქრობ რომ დროა რომ მე და შენი ოჯახი ერთმანეთს ვიცნობდეთ. რა? რა ლაშა არ მოვიდა დრო? არგი ეკა რა დრო გაგიჟდი ეხლა რა სლაპარაკობ ეხლა რა როგორ რა დრო მოვიდა არ მოვიდა. ლაშა ყველაფერს ისე მარტივად იჯერებ რომ უკვე აღარც კი მეცინება. გამეხუმე ხო ეხლა შენ კიდე გამაგიჟე. მე ხვდები რაღაც მე მგონი ცოტა იუმორი გრძნობა დაკარგე. ხო გოგო არა გამაგიჟე ბოლოს ადგები და გამაგიჟე. ნამდვილად გაგაგიჟებ. ისა ვაშა რა უცნაურია დაფიქრდი აი ბარში შემოვედი ჟოზეს ნამცხვრის საჭმელად და თვითონ ჟოზე შემომეჭამა. შემოვდგი ფეხი. შენ როგორ შემოვდი? მე შემოვდი. მე ვარ მეკულე, ვარ მე. მე ვარ მეკულე, ვარ მე. მე მოვჩიკი მე ვარ მეკულა აი ბატონოს თქვენ შემოვდგით ანუ ძალიან კარგი არ ვიცოდი გამიხარდა თავარი რაც ეხლა სიტყვა ხო შემოიტანეთ სიტყვა რა ვიცი შამპუნი მოვიტანე და გემო არ გამისი თუ შენ გასული არა იყოს მადლობთ არა ის ეჭება ბატონო რომ მადლობა ის ბატონო მე გავარდა აბაზანაში არ შეხვიდე დავათვე ბავშვი უნდა მოვიყვანო აბანაო კარგი ბატონო პროფესორო რა დაარქვით თქვენ შვილს ხო ერთი წუთი დარეკავს გავალ აი გავიდა აიღებსო თათია გამარჯობა ისა ბავშვს რა დავარქვით? ხო. მადლობა. გოჩა. ო, მაგრამ მე ნიკა რატომ მახსოვდა ნიკა? ნიკა ხო თქვენ შულს ქვია. მოკლედ რაც იყო არის ჩაიარა ლაშა მიდი ეხა დასხმულია რაღაცა გადაიგეთ მიდი ხო ვიტყვი ისე მომბეზდა რა მომბეზდა ეს ერთ და იგივე სადღეგრძელოები რა მომდა რა ხაება გამარჯობა ჯანმრთელო ვენერა გაგიმარჯოს მართალი ხა ლაშა ის იმართლე რომ გითხა მეც მომბეზდა გადმოგიღებთ ეგ მეც მომბეზდა ეს ერთ და იგივე სადღეგრძელოების და ეს საჭმელების უკვე არის ყველაფერი მომბეზდა ბატონო ეს საჭმელები მეც მომბეზდა კი მართალი ხა კი შეგატყვით უკვე ესა ბატა ეგეთი ხმა რატომ გაქვს რა არის ახალწესი ისინი ასაფეთქებლები არ მქონდა და იმაზე ყვიროდი და ხო არა ესე სხვათა შორის მე წელს გადავწყვიტე რომ აღარ შევჭამ ბევრ საჭმელს გადაანგემრიელია ეს მომეცი ამას და სხვა რამეს მოვიფიქრებ ამ წლისთვის ისა ელენე შენ რა უნდა ხნა ამ წელს მე გავალ სახლში, სახლს დავალაგებ, მე საჭმელს გავაკეთებ, მე ნიკას წავიყვან მაღაზიაში. ელენე, დღეს კი არა, ამ წელს რა უნდა გააკეთო? დამაცადე გეტყვის გითხარი დღეს რას გავაკეთებ. ახლა ხვალ რას გავაკეთებ, ხვალ მეწა. მე გადავწყვიტე იტალიური ვისწავლო. მე გადავწყვიტე კოქტეილების მომზადება ვისწავლო. მე კიდე ავდგები და ბოლო-ბოლო იმიჯი უნდა შევიცვალო დავიხარე. ხო კი მართალი ხარ პატა მართალი არ გიხდება ეს 70-იანები ცოტა აქეთ წამოდი 80-იანებში რა ჩვენ რო დაგვცინი შენ რა მოიფიქრე რა უნდა გააკეთო ცოტა მე არაფერი არ მომიფიქრებე თვითონ გადაწყდა ეს ელენე შენ რო იტალიურს ისწავლე აგე პატა იმით რომ შეიცვლის და თეკლა რო ისწავლის კოქტეილების გამზადებას მე დავდგები და დაგცინე თქვენ მარტო ეგ მოიფიქრე?
კიდე მოვიფიქრე რომ არაფერს არ გავაკეთებ. თან ხომ მაინც ვერაფერს გავაკეთებ და თან როგორ ეხლა დაუკვირდი არაფერს არ გავაკეთებ. ფაქტიურად გამოვა რომ რაც ჩაფიქრებული მაქვს იმას ვაკეთებ. ანუ არაფერს. აი რაღაცნაირად ბეც ვატყუებ სიტყვებში რა. აი ვარიანტი. კარგი. ლაშა რამე ნორმალური რომ მოიფიქრო არ გინდა? ნორმალური? კი ბატონო, წელს მოვიყვან ცოლს მაშინ. კარგი ვაშა, რა მოგბეს და ერთი და იგივე, რამე უფრო ორიგინალური მოიფიქრე. ორიგინალური რა, ორიგინალური არის. წინა წელს კი რა გათხოვდა მაშინ ბატონი. მიდი, რაღაცა გადაიღეთ, მიხედეთ, მე მოვალ ეხლა, მიდი. ორიგინალურობა თუ გინდათ, მაშინ წელს არ მოვიყვან ცოლს. არ მოვიყვან. ნუ თუ მოვიყვან, მაშინ არ გავშორდები. თუ მაინც გავშორდი, მეორეს მოვიყვან და იმას არ გავშორდები. თუ იმასაც გავშორდი, 6 გამოვა, ხო? 6 გამოვა და მაშინ 10-მდე ავალ, რომ წელს დავამრგვალებ რა. ვაშა, რა სიტყვები? რა ვქნა, აბა რაც ყველაზე კარგი იყო თქვენ დაიტაცეთ და აგერ იტალიური უნდა ვისწავლო, შენ კიდევ კოქტეილები უნდა მოამზადო და იმან იმიჯი უნდა შეიცვალოს და აბა რა ვქნა, რა გადარჩა ისეთ. მე პირველად რაც მოვიფიქრე რომ თქვენ დავცინოთ. აი ეგ იყო ყველაზე კარგი ვარიანტი და წელს მაგას გავაკეთე. ლაშა მე მოვიფიქრე რაც უნდა გააკეთო. მოიწოდე ელენე ახალი უფროსი მოგდის და ის უნდა შევხვი, მას უნდა შევხვდე? არა ლაშა, არავის არ უნდა შეხვდე. თუ მოახერხებ იმას რომ წელს არავის არ დაცინო. არც პაატას? არც პაატას. რა პრობლემა? მოდი დავმიწო. მოდი რა, რაზე კიდათ? რაზე დავნიშნოთ? რაზე და ყოველი დაცინვა 50 ლარი. 50. ყოველი დაცინვა 50 ლარი. ყოველი დაცინვა 25? არა ლაშა. 50 რა პრობლემაა? ჩაჭერი. ჩავჭრა ერთად 1-2-3. აჰა, კი ბატონო, არ არის პრობლემა, არანაირი პრობლემა არ არის. აბა რა შეგეჭი ხა დავლიოთ, აბა ერთის დავლიოთ. ჩამოვასხმეთ. არ მაქვს. რა არ მაქვს? ღვინო არ მაქვს. სულ ქონდა 4 ჭიქა, არც იყო 4 და 9 წყალი ჩავასხი და ეს. ლაშა რა საკეთებ? უცელში აღარ მეტევა, მაგრამ მაინც მინდა. თან მაცივართან მდგავა რომ წელს დღეს ხო ბედობა და რომ დამებედოს. ლაშა მაგას ჯობია რამე წესიერი დაიბედო. ნიკა რა საკეთებ აივანზე? ხო თქვით რამე კარგი გაიბედეო. ხო და აივნიდან წიგნები გადავყარე. შემთხვევით რო არ წამეკითხოს. ხო და მოგკლა, მოდი აქ. აუ არ მინდა ძეს არ დავლევ არ. ძალიან კარგი. თაფლი ჭამე. აუ შებიძია, სარი გავაშვებინე რა მამასთან. მაგ დასარეკი და შეიძლება პირდაპირ დარეკო, ხა? არა, არ მინდა გზას გავუშვებ, იქნებ დამებიდოს და დამირეკოს. ლაშა ნიკა ძალიან მეცოდება და რა ვქნა არ ვიცი. ნუ გეცოდება მე. რა უნდა? ლაშა მე შენ სერიოზულად გელაპარაკები, შენ კიდე ხუმრობ. ნუ მე ლაპარაკები სერიოზულად და აღარ ვიხუნე. ნიკა რაო? ლომბარდში აქვს ტელეფონიო, ხვალ პროცენტი აქვს შემოსატანი და გადმოარეკინებთო. ის გლომბარდში თუ ის მე. ლაშა. მე ხმას არ ვიღებ ხო? მე ვთქვი რომ წელს არავის არ დავცინებ მეთქი და არც არავის ვთქვი და შევასრულებ კიდეც ელენე, არ არის პრობლემა. ნიკა, ლაშა ბიძია წერა ნიძლავი დადო რომ წელს არავის არ დაცინებს. მართლა? კი ბატონო. რა კარგია ლაშებია, სუქანი ბოთე და დონდლო ხარ. დაცინებსო? უცებ მეგონა არ წამოარტყამსო და მამამდე. ლაშა მოიცადე სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო.
ეს თეკლას ლექტორი უნდა მოვიდეს. საწყალი ელენე რა. ჯერ ნიკას მასწავლებლები არ ყოფნი და ახლა კიდე თეკლას ლექტორი უნდა მოვიდეს. თეკლას არ სწავლობს ხო? ლაშა! ლაშა, მე რაც დავითვალე, უკვე მე მგონი 150 ლარი გამოვიდა. მე მაგალითები მომყავს. მაგალითები არ ითვლება. აი რა ლაშა რა. ხო რა რას მეუბნები მე? რას გეუბნებოდი მოკლედ ლაშა და ერთი ბიჭი მომწონს. რომელი და აი თეკლას რომ მოწონდა ის. ლაშა, სოფი და ეგ ერთად რო ნახე ბარში აი ის. კატოსთან ერთად პარკში რო სეირნობდა იმ დღეს ის. ეს ჩემ ჯგუფელთან სალომესთან ერთად რო შემხვდა ის ბიჭი, თეკლას ლექტორი. ხო, კარგი ბიჭია ეგ. ხოლაშა, ოღონდ შვილი ყავს. შეიძლება დღეს მოიყვანოს. შვილი კი თმინდა ცოლი მოიყვანოს, ოღონდ შენ გეშველოს. ლაშა. რამდენია? მაგალითებს ახლა არ ვთვლით ჩვენ. და რა ქვია ელენე? ილია. გვარი კითხე უფრო საინტერესოა. და რა გვარია? ქუჩაძე. ლაშა 200 ლარია უკვე. 50 გადავყლაპე. კარგი რა ლაშა რა, კარგი რა, ავალმე ზემოთ საწოლი არა მილაგებია დღეს დილიდან და დავალაგე. ნიკა შენ კიდე გაფიჭრა. ნიკა თორე რა ვიცი მე. შემოვდგი ფეხი წალობდეთ ღმერთი. ნიკა აკრიფე კაფეტები მომიცი გუჯაბიძეებთანაც რა შესასვლელი. ოდი გიცო მომძაბი. ისე კი არ ნამოსულიყავი, ცუდი ფეხი მაქვს და არ მინდოდა ნამოსულიყავი დაგებედებათ, მაგრამ თქვენ შინაურები ხარ და პრინციპში ამაზე ცუდი რაღა უნდა დაგემართოთ. ელენეს ქმარი გაეყარა, შენ 4 ცოლი მოიყვანე და არც ერთი არ გამოგადგა. ნიკა და კლასი და კლასში ისე გადადეს, კაცმა არ იცის როგორ და. ფრიდორი ხوار შემოსულა. მთელი დღეა ვემალები, საშინელი, აუ რა აქვს და არ მინდა დამებეტოს. არა, ესე კითხვა გუშინ დღეს არ შემოსულა, მაგრამ გუშინ კითხვა რომ შემოვალო და რა ვიცი. ხო არ მოკვდა, არ ვარ გაბედობა სიკვდილი. მაგრამ ეგ არ მეფიქრია ის. ემზარი ვიჯერაშობა. არი ბედებს მას. გათავისლო ძმაკაცებთან ერთად ეზოშია და გადაწყვიტეს რომ ცარიელი ბოთლებისგან ეზოში ნაძვისხე დადგან. მე მეორეზეა უკვე. მეორე ბოთლზე არიან? არა, მეორე ნაძვისხეზე. აი მე კომპიუტერი გაქვს, წავალ ახლა ქუჩაბიძეებსაც მიულოთ. კარგი. ხო, ეს კარგი კამფეტებია და კარგია. მიულოცავ, ხო? კარგად. ნახვამდის ბიჭო, ნახვამდის. შევალმენიკა ჩემთან. ახალ წელო. მე მინდა ეს წელი კარგი წელი იყოს ჩემთვის და დედა არ მეჩხუბოს, როცა ბუნება არ მეწოდინება. ნუ ვიცი რომ ფული არ აქვს და ბაყურიაში ვერ წავალთ, მაგრამ იქნებ წელს სადმე დავისვენოთ. Yes! აი ესე ვეთქვი და რომ ჩამოვდა იქ შევაცოდო თავი. ამეთაფლი. მოვიდა პატა? კი, მოვიდა. ოთახშია, გამოიცვლის და გამოვა. ხო, მითხა იმითი შევიცვალეო და მოდით ნახეთო. შერასაკეთებ ეგ? ლაშა, ხო გითხარი, ბარისთვის უნდა ვისწავლო კოქტეილების გაკეთება და ვსწავლო. ელიდე, შენ რა სწავლობ? მე ხო გითხარი თეკლა იტალიურს. უკვე ერთი წინადადება ვისწავლე, გინდა გითხრა? კი. Permesso a una eruzione sul viso. აი მე რა ლამაზია. რას ნიშნავს? თუ შეიძლება სახეზე გამონაყარი გაქვთ. ლაშა, მინდა შენ და ელენეს ჩემი გაკეთებული კოქტეილი გაგასინჯოთ. კი, თეკლა, მე ძალიან მაინტერესებს ლაშა, შენს ხო გაინტერესებს? მედი გამასინჯე. ეს მაგირიდან უნდა ავხრიპოთ? ლაშა.
ლაშა დაგავიწყდა? რა დამავიწყდი? მიყავირო დადე. კი არა, არ დავწინი მე არავის არ დავწინი. იცავი ხო გახსოვს? რაში შემაფასეთ, ხახო, შემაფასეთ, რა მოგივიდათ, ხა შემაფასეთ, მიდი, გამოუშვით. კარგია პაატა. მე მომწონს, კარგია. ვიდეო კარგი ერთად აღარ. რა არის კარგი? ეს არის კარგი? ეს არის კარგი? ეს. პატა საცვია, ვარდისფერი შარვალი და ეს არის კარგი? მერე? რა მე ხალხნო პატა ფერადეს აფია ვარდისფერი შარვალი ეს არის კარგი. რა მოხდა ლაშა გეცინება? პატა ფერადეს აფია ვარდისფერი შარვალი და ეს არაჩვეულებრივი ეცოთ მომისმინე რა რაშები იცინი თუ ასაკეთებ? არა პატა არა რას ქვია ვიცინი რა არის აქ სასწაული აბა ასაკეთებ. არაფერს არ ვაკეთებ მე ესე უბრალოდ ეს ვერ გავიგე მოგწონს თუ არა ჩემი ახალი იმიჯი თუ არ მოგწონს? რამეს პასუხი რა სამეცხრე? ეს ხო ეს ხო ეს რა არის ბიჭო ეს რა არის რა ეს ეხა მომისმინე მოგწონს თუ არა ჩემი სტილი გეკითხები ხა თუ არ მოგწონს მითხარი მოგწონს თუ არ მოგწონს გეკითხები ლაშა რაზე იცინი? რა მინდია კაცო გარეთ რა მინდია ეს ასეთი კარი მე არ მინდა ლაშა ამიძე იცინი თუ უკვე 100 ვარი? ანეკდოტი გამახსენდა. კურდღელი მიდის ქუჩაში და კაცს შეხვდება. კაცი ეკითხება როგორ სიგარეტი ხომ არ გაქვს და კურდღელი ეუბნება სიგარეტს აიდე მეხება კურდღელი ვარ. მინდა ბედობას ეგრო იყოს მე თან გავუდგებ კარებს ნუნუ გამიღე კარი ვიცი რომ სახში ხარ ნუნუ აი მე ნეტავი საჭრება რომ ეს თვალი გამოვჩიჩქნა იმას არა ვარ სახში წადი აქედან ნუნუ გამიღე კარი ვიცი რომ სახში ხარ ახლა კარს უკან დგახარ და მელოდები როდის წავალ თან ფრჩხილებს იქნებ გამიღე კარი ემზარი ვარ წადი აქედან შენი ოცა ემზარი როგორ ხარ ემზარი ქვემოთ იყო და მითხრა ნუნუ სახშიაო გამიღე რა კარი გამიღე რაღაცა მაქვს სათქმელი და წავალ გამიღე კარი მაგას ასუჯერებ თვალია თვითონაც არის ეს ასლაპარაკობ ეხლაც არა ხარ ნუნუ ეხლაც ემზარი ხარ გამიღე რა კარი გამიღე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მითხრა გამიღე და წავალ გეტყვი რაღაცას და წავალ ვერ გაგიღებ კარებს აბაზანაში ვარ აბაზანაში როგორ ხარ მე ლაპარაკები და როგორ ხარ აბაზანაში შეხო ვიცი ჩემი აბაზანის აკუსტიკა კარგი რა ნუნუ რა კარგი რა გამიღე აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრა ძალიან გამიღე ნუ რეკა ვამდეზარ ბევრს დაწეს დააკაკუნე შემომიშვი და შემოგიშვებ რატო იატაკი ტალახიანია და რომ შემოხვიდე ეხი მიქარი ტალახიანდება გამიღე კარი ნუნუ გამიღე ისეთი რამე უნდა გითხრა გეტყვი და წავალ ვერ გაგიღებ შიშველი ვარ მაშინ ჩაიცვი ფრიტონ ხუცი რამხელა ვარ ხვალამდე მოუნდები ჩაცმას გამიღე რა ნუნუ გამიღე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ძალიან ახლა გეუბნები ხმამარლა გამიღე კარი ვერ შემოგიშვებ ფრიტონ ძალიან ცუდ ფორმაში ვარ როდის ხარ კარგ ფორმაში გამიღე რა კარი გამიღე შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს რატომ არ გჯერა კაცო გამიღე კარი ვაიმე ფრიტონ ეხლა არ ჩენი ხმის გაგონება შემიძლია და არ ჩენი სახის დანახვა თუ ამის გარეშე მოახერხებ და მეტყვი რა პრობლემაა კურდღელი სასაცილო არ მინდა შენი არ შეფასება არცერები გოგოებო თქვენ მაინც მითხარით მოგწონს ჩემი ახალი სტილი კი პატა
კი ხო რა არის არის კიდე მეორე ვარიანტი იყო რა ანუ ფიქრობდი რომ მეყიდა ტყავის შარვალი ხო და ტყავის შარვალზე მინდოდა მეყიდა რაღაცა შავი პერანგი ესე ტყავებში ალაგ-ალაგ აწყვდა ბეწვები და რაღაცა ხო ხტები მაგრამ ეგეთი ვერ ვნახე ვერ ვნახეზეც არ არის მაგას უნდა გრძელითმა გაიგებთ გრძელითმა მოუხდება ყვითლად შეღებილი ფიქრობ მე თქვენ რა სიტყვით რა ვიცი კაი იცი რა არის პატა მე მთლიანობაში მომწონს უბრალოდ აი რაღაც შტრიხებია შესაძლებელი მარტო ეს კი არა რაღაცები ვიყიდე კიდე ის მაგ ქვია მოსაცმელი მაგ ერთი მაგარი ქუდი მაგ და რაღაცები მაგ გიხდება ხო მაგრამ ის მეორე ვარიანტი ხო არ ჯობია დავალოდოთ მაგ გაუშვა და ტყავი და რაღაცა განწყობილი კარგი პატა გეყოფა იყოს ის ეს ვერ წარმოიდგენ მესმის ახლა ესე თუ არ დაინახე წავალი ხა გამოვიცვი ხო ოღონდ მე რო დაგიძახეთ იცოდე თვალებზე ხელი აიფარე და სანამ არ გეტყვი არც ერთმა არ დაგინახოთ რომ მოიშორო თვალზე ხელი შენს გეუბნები ლაშა გესმის ო აი მე ადროს რა მინდოდა რა ძალამა ეკლა შენ მაინც გაიცინე ტყავის შარვალი და ყვითელი თმები და გრძელი გაიცინე ეხოთები გაიცინე შენს გაიცინე რა მოუმატეს იცი საეგრე კაცი ცოტა მომეშვა ეხო ცოტა მომეშვა სულ გაგიჟდა სულ გადაივია რა სულ გადაივია ხელები აიფარე ყოლა ყველაფერს აიფარე და სანამ არ გეკუთ არ ჩამოვუშვით აი სანამ თლიანობაში შეცვალე ლაშა ჩამოვუშვით არა არ ჩამოვუშვი ლაშა ჩამოვუშვი ერთი წუთი ხედავ არა დამანებე თავი არ ჩამოვუშვი დაინახე რა დამანებე მეთქი თავი რო გეუბნები არ ჩამოვუშვი ხედავ დამანებე თავი არჩეს რატო არ ჩამოვუშვი ხედავ რა სიტყვით ეგ მოგწონთ თუ არ მოგწონთ ვერ გავიგე ბოლო შემაფასეთ რაღაცა მითხარით რა არის პატა რა არის ეგ და წადი გამოიცვალე მართლა რაც გეცვა ის ჩაიცვი იმით უფრო ნაკლებად ცუდად გამოიყურებოდი დედას გეფიცები მართლა გეუბნები არა მართლა გეუბნები შემოვალ ახალი წერია დაგლოცავ ერთ ორჭიქას დავლევ ბედობა ათხეს გამიღე კარი მე ბედობა როა სწორედ მაგიტომ არ გეშვებ რატომ ვითომ რათა წარმომატებელი კაცი ხარ ცოლი გაგშორდა ფული შენ არა გაქვს შვილს შენ არ უყვარ ხარ მსახიობად შენ არ უქნი ხარ ღმერთს და ახლა შეიძლება მაინც და მაინც კარგი რატომ ხელცარიელი არ ვარ ხელცარიელი აი კალათით მოგიტანე ჩურჩხელა ნაზუქები ფრიდონ აშლი ფრიდონ რადგე კალათა ერთი ნაბიჯი თუკან გაიწია შემაბრუნდი არ გაიძრე მე ფრიდონ რატო წუხდებოდი? არ იყო საჭირო. იცი რა შენ ხარ დაღლილი ხარ? წადი სახლში დაისვენე. თან აღარაფერში აღარ მჭირდები. საღამოს გოგრას დავდებ კარებთან, დამიჩახე და გოგრის გული შემიწვი. აიგე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრა. ძალიან. ისე მოგისმენ მითხარი, ნახოთ ერთი რამ მომიტანა იმ უარგესმა. აქ არ ნუნუ ის კაცი ჩამოვიდა რუსეთიდან ერავი აქ არის ნუნუ წასულე სახლი როგორ აერია? თრალი იყო. და ქალაქი როგორ აერია? ძალიან თრალი. ლაშაბიძე, შენ ეგრე არ დათრე, კაი? კარგი. ბიჭებო. აბა შემომხედეთ, მოგწონვართ? ძალიან ლამაზი ხარ ელენე. ხო, მადლობა. ნიკა, დედიკო მიხდება ეს კაბა?
კი, ეგ კაბაც გიხდება და წინა რვა კაბაც გიხდებოდა. არიცით თქვენ რა. აი, ჩემი პირველი კოქტეილი. აბა გასინჯეთ, ვახე გამომართი. გამომართი, ელენე, აბა. აბა გასინჯეთ. გებრიელია, ხო? ხო, აი, აბა თუ მიხვდებით რა ინგრედიენტები გამოვიყენე. ხაჭო. მჟავე კომბოსტო. მიწა. ცოტა თოკის გემოც აქვს. ხო, იხუმრეთ, ხო? იხუმრეთ და ცოტა ხანში ნახავთ რა მაგარ კოქტეილებს გავაკეთებ. თეკლა რაღაც უნდა გთხოვო. აი თუ ძალიან გიყვარვარ და ცოტა მაინც პატივს ვცემ. დაივიწყე ის პირობა რაც წეგანდადე. არასოდეს აღარ გააკეთო კოქტეილი. კარგი, სად იყავით აქამდე რას მაწვალებდი? წავალ მე პაატას გავაფრთხილებ, ცუდად არ გახდეს არ გალიოს. ცოტა თოკის გემო მართლა ქონდა, ხო იცი? ლაშაბიძია, გადავრთავ რა აღარ მინდა ეს ფილმი. გადართე. აუ, ყველა ახს ეს ფილმი გადის, რა არის? გული ლაპარაკეს, ნახე რა. ხო, ელენე, მოდი დღეს არ გვინდა სტუმრები დავისვენ. ხო, კარგი რა მოდი. მოგზანდით. გამარჯობა. შემოდი. აი. გაიცანი. ეს არის ჩემი შვილი. ეკა იცნობდე? ნიკა, ელენე და ლაშა გაიცანი ლაშა. გამარჯობა ლაშაბიძია. ბიძიას! რა ბიძია ვარ? მე რა ბიძია ვარ აგა. ისე რაღაცით გავს. კი, გვარით, მამა. ილიაბიძია, თქვენ ქუჩაზე ხართ? კი, იცი ადრე გზატკეცილაძეები ვიყავით და მე შევიცვალეთ გვარი. მოდით დავსხდეთ. დიდი მადლობა. იცოდი ელენე ჩემი და რო იყო? კი, შენან მითხარი, უბრალოდ ელენე ვინ იყო, მე არ ვიცოდი. შახო. გაუგეზე პლანეტს. ლაშას ძალიან უყვარს პატარები. კი, ნამდვილად. გაჩუმდი მაინც. ელენე, გადასარავი სახლი გაქვთ. იქ ალბათ ლაშაბიძიას ოთახი არა? კი და შენ საიდან იცი? არა, უბრალოდ სანამ მოვიდოდით მამამისი ამიხწერა, რომ თითქოს უკვე ნამყოფი ვარ აქ. თითქოს. ეკა, მინდა ჩემი ოთახი გაჩვენო და ვითამაშოთ. კარგი. არა, იყოს არ უნდა თამაში ოთახში, არა. რა თამაში? რაკერ ვისხდეთ სუფრასთან. ვისხდეთ და ვისაუბროთ. ხო. ვისაუბროთ. არაჩვეულებრივი სუნა მოგასხია. ძალიან ხეთი სუნამოა ნამდვილად. ეკა, რამდენი წლის ხარ? მე 20-ის. მოიცა 25-ისო? რატო ოხნიკა როგორ მომატყუე 20 სარი 25 სარი ოხნიკა მე როდის მოგატყუე? გაჩერდი ხო მართლა ზოგიერთებს 25 წლის მგონი ვარ. ეკა, შეყარებული ყავს? არა, რა დროს მამი შეყარებულია, მამა ენაცოლს ბავშვია ჯერ. არ არის ბავშვი. დიდი გოგოა უკვე შეიძლება ითქვას გავჩუმდეთ მოდი და იქნებ მივიქოთ რამე ილია გადაიღე გადავიღო რა ფოტოგრაფი კი არა ვარ გადავიღო ფოტოგრაფი
ლაშა ნუ მეძახი ეგრე. აი მაშინ ლაშა ბიძია ეგრე მით უმეტეს და საერთოდ ნუ ლაშა გინდა ხვალ სადმე გავისეინოთ არა არ მინდა არც ხვალ არ ძეგ და არც აღარასოდეს. მე მინდა არ მაინტერესებს არამედ კი გითხარი გადაჯექი ცოტა წესი და დაჯექი ძალიან გთხოვ ანუ ეხლა ხო რა მართლა და მართლა არ მოგიდგენია რა მამა შეიძლება ხვალ თეთრში რა წავიდე ბავშვებთან ერთად კი შვილო რა თქმა უნდა შეიძლება არა მგონია კარგი იდეა იყოს ილია ეცი ეხლა ბავშვის ესე გვიანობამდე გაშვება მარტო რა ის ეხლა გოგოა მაინც რატო გუშინაც კინოში იყო გვიან დაბრუნდა რა პრობლემაა დავიდეთ მამა დავიდეთ ახშირად გამოგვიარეთ ხოლმე გვადლობთ ელენე შეიძლება რომ მოვიდე და დარჩე ხოლმე თქვენთან რა უნდა ეხლა ეკა უხერხულია რა არა რა პრობლემა არა როცა გაგიხარდება მას შეგიძლია დარჩე ხედავ ლაშა მამა ჩემისგან და ელენისგან პრობლემა არა ძალიან ცუდია რომ მიდიხართ მაგრამ ახან არის ახლა წაბა კარგად ზანდება არა უშავს მოვალთ ხოლმე ხშირად კარგად ელენე დიდი მადლობა დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ კარგად დაგირეკა კარგად მშვიდობით ლაშა რა სიტყვი ხო კაი ბიჭია ილია ილია კარგი ბიჭია მე ვინა ვარ ეგ ვერ გავიგე ჩემი ბრალი არ უნდა გამეღო კარი არა ელენე სულ შენ რა შეიძლება და შარიდან შარში ეს თუ ეხლა ფრედონია მოიცადე გიღებ ეხლავე კარგი შესაძლო აი